ადგილზე აქ რამდენიმე წუთის წინ უკიდურესად იყო დაძაბული ვითარება, რამდენიმე ეპიზოდად მოხდა დაპირისპირება პოლიციასა და ფერმერებს შორის, რომლებიც სახელმწიფოსგან ითხოვენ დახმარებას ფასების რეგულირებაში, რათა მათ არ ჰქონდეთ წაგებაზე მუშაობის გამოცდილება და ამის გამო არჩებოდნენ პრაქტიკულად ყველანაირი შემოსავლის და უძრავი ქონების გარეშეც, იმიტომ რომ 300-400 აქვთ გამოტანილი მათ ცესხებად, როგორც დღეს ადგილობრივ მედიასთან ისინი საუბარში აცხადებდნენ. ხალხის პროტესტის შემდეგ ადგილობრივმა პოლიციამ დაკავებული ორი ფერმერი გაათავისუფლა და ადგილობრივებმა მიიღეს დაპირებაც, რომ მათ უახლოეს დღეებში მარნეულის მერი პირადადად შეხვდება, თუმცა დღეს ისმაილოვი ადგილზე არ გამოჩენილა, რაც ადგილობრივების პროტესტის ერთ-ერთი საბაბი ასევე გახდა. საქართველოს იმდენი კიდე და პომიდორი არ თელ საქართველოსთვის იოგოფათა. იმიტომ გუში დაგიდი კონდა სამნახავარიანი კიდრი დღეს გავგიდა ნაფტოს ბაზარზე 2 ნახავარზე და იმიტომ თურქულის კიდრება შემოვიდა და გაგიდა 260. ახლა ხალხმა გიჟი ხო არ არის 260-იანი კიდილო თუ 3 ნახავარიანი 4-ლარიანი კიდილო. გაფიანი მოვიდა, იმიტომ კამპაჟი არ არის თურქულის თავარი და აზერბაიჯანის თავარიზი და ჩვენ თავარი მიდის შეაფა. გაციმარი ოჯახი არის 300,000, 200,000, 400,000 ლარი ეს არის. კრედიტი არ დავარენები არის ბანკში. თუ ეს მოსავალი და ფული არ გაგიდეს, საიდან დაფარეს ეს? ბიზნესი ვარაშივლო დაფარე მაგას. ჩვენ აქ შევიკრიბეთ და ვითხოვთ იმას, რომ თურქეთიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან შემოსული პროდუქტების ფასებზე კონტროლი იყოს. იქიდან იაფი პროდუქტი შემოდის და ჩვენ ადგილობრივების პროდუქტები უფრო იაფდება. ყოველს ბანკში ვალები გვაქვს და ასეთ ვითარებაში ჩვენი ოჯახების შემოსავლები სავალალო მდგომარეობაშია. ჩვენ ახლა ვითხოვთ, რომ დაკავებული ორი პირი გათავისუფლდეს. რატომ დააკავეს ეს ადამიანები? იმის გამო, რომ თავისი აზრის გამოხატვა და უფლებები მოითხოვეს? თუ არ გაათავისუფლებენ, ხვალ უფრო მეტი ხალხი გამოვართ და გადავკეტავთ გზას. აქ შეკრებილები ითხოვენ იმას, რომ საზღვარგარეთიდან შემოსული პროდუქციის ფასები კონტროლის ქვეშ იყოს და მთავარი ყურადღება ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე იქნას გადატანილი. ჩვენ გვინდა ჩვენი ხალხის შრომა იქნას დაფასებული. პროტესტის ეპიცენტრში დღეს ერთადერთი პირი, რომელიც სახელმწიფოს სახელით გამოჩნდა და ხალხთან ლაპარაკობდა, იყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის პირველი მოადგილე, ეს იყო გიორგი გოდაბრელიძე. ის მივიდა შეკრებილ ხალხთან, მოისმინა მათი სათქმელი და შემდეგ დაპირდა, რომ აუცილებლად შეხვდება მათ დაურისმელობი მერი, როგორც კი ამის შესაძლებლობა ექნება. ადგილზე იყვნენ ასევე ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები, ადგილობრივი მედია, ის ადამიანები, რომლებიც აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს. დღეს დილის დაახლოებით 10-11 საათიდან შეიკრიბნენ შულავერის ცენტრში რამდენიმე სოფლის მოსახლეობა, ფერმერები, ის ადამიანები, რომლებიც უკვე თვეებია უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან და მათი პროტესტის მთავარი საბაბი და საგანი იყო ის, რომ რეალურად მათ უწევთ წაგებაზე მუშაობა, რომ პროდუქტი, რომელიც საქართველოში იწარმოება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები სწორედ წლების განმავლობაში ელოდებიან აღნიშნულ მოსავალს და შემდგომში სწორედ აი ამაზე არიან დამოკიდებული, ერთადერთი შემოსავლის წყარო სწორედ ეს აქვთ. საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ პროდუქტებს სხვადასხვა უცხო ქვეყნიდან შემოიტანს, რომელსაც უფრო დაბალი ფასი აქვს, შესაბამისად ამ ადამიანებსაც უწევთ, რომ დაუწიონ ფასი საკუთარ პროდუქტს, აიმისოთ, რომ გაეყიდოთ, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მათ წაგებაზე უწევთ მუშაობა. ხალხი თვეებია ელოდება მოსავალს, რომ ეს ადგილობრივი მოსავალი ახლა გამოვიდა და ამ დროს რა ხდება? ამ დროს ხდება ის, რომ სახელმწიფომ უშვებს საზღვარგარეთიდან ზუსტად იმ მოსავალს, რომელიც ამ რეგიონში მოდის, კიდრი, პომიდორი და ამის გამო ფასები. წარმოიდგინეთ, ფასები შოვლად გუშინ იყო მაგალითად 5 ლარი, დღეს გახდა 2 ლარი. იმის გამო ხალხი შეიკრიბა, რომ ჩვენი ქვეყანაა და ჩვენი სახელმწიფო უნდა უზრუნველყოს, რომ ჩვენ ამ რეგიონში რასაც მოსავალი, რასაც მოვაქვს, იმის ნორმალურ ფასად გავყიდოთ. არჩეული მერი უნდა ჩამოვიდეს აქ, არა და სხვა ხალხი. ჩამოვიდეს აქ და ელოდება ამ ხალხს, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ არჩეული მერი ხალხთან მისვლას არ აპირებს და მეუბნებიან, რომ ჩამოდით იქ და იქ შეხვდებით მერიას. ადგილობრივი მოსახლეობის პროდუქციის ესე ვთქვათ ფასებისკენ იყოს თავარი ყურადღება მიქცეული, ამას ითხოვდა დილიდან აქ შეკრებილები რამდენიმე სოფლიდან, აქ მეტყველად აქ მარნეულის სოფელი შულავერის ტერიტორიაზეა
სადახლო მარნეულის, უბრალოდ სადახლო თბილისის გზაზე ხალხი შეკრებილი. აქ თავიდანვე ითხოვდნენ ადგილობრივი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ჩამოსვლას, თუმცა როცა ნახეს რომ აქ მერი არ მოვიდა, შემდეგ პროტესტის ფორმას მიმართეს. აქ შეკრებილი აქციის მონაწილეება და გზის გადაკეთებას აპირებდნენ, რადგან პოლიციამ ძალა გამოიყენა და დაშალა ეს კამერა. მერი შეხვდება მოქალაქეებს როგორც მერი რატო არ მოვიდა ბატონ გიორგი? დაკავებულებზე ბატონ გიორგი, დაკავებულებზე როგორ გადაწყვეტა? მერი მოვა ისე. გააკეთებს ბატონი მოვიდა. დაწესდეს იმპორტირებულ პროდუქტზე ბოსტნეულზე კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის მთავარი მოთხოვნა, რითიც დღეს მარნეულში საპროტესტო აქცია გაიმართა. ფერმერები ქუჩაში გამოვიდნენ პროტესტის ნიშნად. შემდეგ უკვე სცადეს გზის გადაკეტვა და ხალხის პროტესტის გამო სწორედ დღევანდელ აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება მოუწია ადგილობრივ პოლიციას.